მოგესალმებით მეგობრებო, ვიმყოფებით შავი ზღვის სანაპიროზე ანაკლიაში. და რას ვაკეთებთ მე და შენ ანაკლიაში? მოსულები ვართ იმისათვის რომ ვითევზაოთ, სტავრიდაზე გვაქვს გეზი აღებული. ძალიან დიდი იმედი გვაქვს გამოგვივა კარგი თევზაობა. მოკლედ ჩვენი მეთევზაობა არ გაიშვა, მაგრამ იმდენად კმაყოფილები ვართ მე და მარლენი თევზაობა რომ დავიწყეთ, რომ რა გითხრათ, რიგი მიზეზების და გამო. დარწმუნებული ვარ რომ თქვენ უკვე იხილეთ ერთი ფილმი თუ როგორ მოვიარეთ ზემოაჭარა და დარწმუნებული ვარ ძალიან კმაყოფილები დარჩით. ეხლა ვესტუმრეთ კოლხეთის დაბლობს და გვინდა ჩვენი ბედი ვცადოთ ზღვაზე თევზაობაში. დაატრიალე და ამოიღე. აუ, თევზი დაჯდა ზედ? კი, დაატრიალე. არ გზნობ ხელზე. ჯერ ვერ აგზნობ. დაატრიალე ამოიღე. ამოიღე ბოლომდე. ვა! პირველი ნადავლი. პირველი სამი. შილოცავ, მარლენ. მადლობელი ვარ, მადლობელი. ო, მე ჯერა დღეს ფშივრები არ ვიქნებით. ყურადღებით იყავით თუ სხვა ფერის თევზს ნახავთ, ის არის ზღვის სკარპიონს ეძახიან, რომელიც შხამიანი არის და ის უნდა მეითხრას აი ამას. კი ბატონო. ყველა ვარიანტში ხელს ამყიდებთ, დიახ. აი ასე ვყიდებთ, ამას ვიჭერთ და მერე ხსნით აი ასე. აჰა, გასაგებია. ანუ სამადური იმასაც უყვას? მარლენ. ესე იგი შენი თქმის არ იყოს, არც დღეს დავრჩებით ფშივრები. დიახ. ნახე, გიუშკი, ნახე, ძმაო. ვაფშე გენაცვალე მე რა. ნახე, ბრატ. აი შეიბარე. აი გენაცვალე. ნახე ზოგი ბიჭო კუდით არის გამოდებული. კი, ზოგი კუდით ებმევა. და აქ ეს გავაკეთეთ. ეს არის თევზაობა ბიჭო. ჩაგდებული არა გაქვს რომ უკვე ამოსაღები არის. ეს არის საჩემო თევზაობა რა. აი აქ შეიძლება დაიმშვიდო აი გავავსე ბიჭო გონი მეც გავავსე. უშე გენაცვალე მე ბიჭო. აი მიყვარს. ეს თევზაობა მიყვარს. კარგია. აი იმას შეხედე რა კაი გოჭია. უშე გენაცვალე. ამას შეხედე რა კაი ზომა. გადასარევი ზომა ნამდვილად რა. მე მაინტერესებს გოგა, ესე იგი ეს თევზი ყოფილა საერთოდ რო იცოდე იოდით დიდარი და ძალიან სასარგებლო არის ორგანიზმისთვის. ეჭვი არ მეპარება და შენ თუ იცი რომელი თევზი არის ფოსფორით მდიდარი? მე მგონი ეგ უნდა იყოს დაჯიქ ხუთიანი. მწვანე ძვალი აქვს, მწვანე ხერხემალი აქვს და სარგანი ქვია, ხო. და როდის შემოდის მარლენ ეგ ზუსტად გეცოდინება. და რატო ვიცით ზუსტად მე და შენ? რო გვიყვარს მე და შენ მაგ თევზზე თევზაობა. აუ რა მაგარი შეგრძნება ბიჭო. რა იყო, რა დამშევრე. გაივსო ბიჭო, გაივსო. ვაშე გენაცვალე ბიჭო. ნახე როგორი ჯაჭვი მაქვს. ბიჭო რა კაი ეგზემპლიარებია, ერთი შეხედე რა. აი ბატონო. შვენიერი მარლე რა ომშივრებიო. რა საბო ბიჭო, ეს არის თევზაობა. ლევან, რა მაინტერესებს, იცი ხა კანონმდებლობას რო შევეხოთ, რაიმე სახის ლიცენზია საჭირო არის თუ ჩვეულებრივად შემოდიხარ? არანაირი ლიცენზია არ საჭირო. მარლენ, სად არის ჩვენი ანკესები? რას ლაპარაკო, მოგვეხმარე გეხვეწები. ოპა. ბიჭო, თა რა კარგი ზომებია. ეს რო გაჩერდება, გაჩერდა. მე ხო გითხარი, ბუშტულები რო შევამჩნია, ეგრევე ვიგრძენი რომ აქ თევზია თქო რა. იცი რა მაინტერესებს, უნდა გაჩერებული ვიყო თუ შემილია ნელ-ნელა ამოვწიო და მაინც დაარტყავს. რომ მივა ბოლომდე, ხო? რომ იგნო ხო ჩარდდა, ხო? ხო. მე აი ეს ხელი გაათამაშებ, როგორც კი ჩაგირტყა, მე მოგაქვს და ხელი ვარ დაგიღალოს. ჩამირტყა, ხო? აი აქ უნდა ბალანსი, ხო? ბალანსი კი ბო. აი ეს თითი ერთი გადაიტანა. აი ასე. აი მას. უშე გენაცვალე. აი ეს არის თევზაობა, ბიჭებო. აი ამას ქვია თევზაობა რა. ნახე ერთი ბიჭო რა სილამაზია რა სანო ბიჭო. მაგარი, არა, თავისი სერიოზული მუღამი აქვს. ბიჭო, აი ასე რომ გადააგდებ და ამოიღებ, ბაზარი არ არის, მაგრამ. ვაუ, რა მაგარი არის მართლა რა. ერთ-ერთი ცოტა დისკომფორტი არის აი მოსახსნელად რა. და მან ნელა მიეჩვევა. Thank you.
მაგალითად რა არის იცი ერთი რო წამოედება ხო ცოტა კიდე უნდა აწვალო რა რომ სხვებიც მოიყვანო შეგენაცვალე რა ლევან შენ აგაშენოს ღმერთმა ბიჭო რა კაი ადგილზე მოგვიყვანე წყობის თეორია დიმიტრი უზნაძე იყო უგენიალურესი პიროვნება და განწყობის თეორია მუშაობს გახსოვს დილით შეუძლოთ რო ვიყავი კი მახსოვს აღარა ვარ ხო რა გაგიარა ყველაფერმა ხო აი ეს არის ის თევზი მე რომელსაც გეუბნებოდი უი რას ლაპარაკო ვა შამიანია ხო თევზი სკარპიონს ეძახიან აი მაგრამ იჭმევა ხო იჭმევა მაგრამ ყველა ვარიანტში უნდა ვიყოთ ძალიან მთხილად რომ ისეთი მტკივნეულია რომ მეტიც არ შეიძლება რას ლაპარაკო ანუ შუშხავს ეგრევე არა შუშხავს რომელია სიცოცხლეს გაგიმწარებს ორე აი სადავს გვერდზე აი ლაყუშებზე აქეთ ამ ხაზზე ზურგზე ხო აი ისეთი ტკივილია დაახლოებით 2 საათნახევარი რომ დამაყუჩები და ქრონიკული თუ ხარ და მე პრობლემა თუ გაქვს შეიძლება სერიოზული პრობლემა შექმნას იალა გედერსენას ნავიდან აჰა დავსვი მეც დავსვი თუ მე მინდა რომ ძიმეთ მოდიოდეს კი აი დასვი შენს მალე ეცადე ცოტა რომ გადააგდო ნახე რა შეხედე და გადავიღეთ ვიღაცამ ხალხი არ ხართ ამის დედავატირე მე იცასურად გადაგიღე ვა ისენ ხედავ შენ ამ სტავრიდასაც ქონებია როგორი ეკლოვანი ისე რა ქვია ხდებიან ბიჭო ძვებიან იცი რა აი თავისი ძვებიან და ლევან რა არის ეგ რა მოწყობილობა არის ამ მოწყობილებით შეგვიძლია წყლის სიღრმე და თევზი მოვინახოთ სად მდებარეობს სად იყოს ეხოლოკატორი არის კი ბატონო ვა და რამ სიღრმეზე შეუძლია ამოიკითხოს თევზი დაახლოებით შეუძლია 120 მეტრამდე ისე სიღრმის გაზომა აქვს ამას 220 მეტრო საინტერესოა რა მაგის პასუხია აი თევზი გვანახევს მართლა ერთი ვეცდები ვაჩვენოს რაღაცა დილა კარგად დაიწყო ხო თუ თევზს ხედავთ ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი კარგად იქნება აი ეს არის თევზი ეს არის ფსკერი 5 მეტრო ანუ 6 მეტროა სიღრმე აი ეს თევზია ყურე აი ახლა ჩვენ გვაინტერესებს ის თევზი თუ არის რომელსაც ვეძებთ ეგ შეიძლება სხვა თევზი იყოს ან ბარაბული და ან გარბილი ან ჩვენ გვინდა უშუალოდ სტავრიდა და ახლა რომ ჩავაგდებთ აი მაგის მიხედვით მივხვდებით თუ არის სტავრიდა აი როგორ აჩვენებს ძალიან მაგრად აი და ბარაბუკას ბარაბუკას სხვანაირი ის უნდა რა არ მოდის ამ სამატურზე აი ბოდიში ახლა უნდა წავიდე ლევან მაგრად ბოდიში მიღებული არის ერთად მოვა რა ნახავთ ყველაფერი ქენი მაგრამ უკვე ბოლოს ისე რაღაცა გავაფუჭე არაფერი არ გაგიფუჭებია ჯერ თევზი მოგავს ამ ხელაგაცო აბა მეტი არლენ შავი ზღვის ვეშაპი დავიჭირე მართლა შენ გავს ღუზა ჩაშვებული და გამოედე ეს ნახე თო ვიდა ყორინა ესენი ნახე ბიჭო მიდი ლუკა მოება მაგას ესეთი მძივი არის კარგია არ არის ცუდი არა რაღაც მუღამი აქვს აშკარად რა ამ ვიბრაციას რო გძნობ დარტყმებს ისწორდება რა კაც არა აი დაიწყო მოდი გენეცელე მოდი ჩემი გოგონები და ჩემი ბიჭები უი შენ დავჭი უპატუცე მოლოდ მე მაპატიეთ ნელა ურტყავენ ეთი სამი ცალი მაო რაღაცა კარგად იყო რა გეწყინათ ხო
რა იყო ბიჭო რა იყო მოდით აქ მოდით თქვენ აქ მთელი ფულ ჰაუსი მაგრამ ერთი ჩამომივარდა შვენიერი მოდით აქ აი ამაკი ხე თქვენი ნერვები უდავოდ აქვს თავისი მუღამი დისკომფორტი ერთი რა არის რომ უკვე მზე ამოვიდა წერზე ნადირობის თემა არის რა როდესაც დილაუთენია გადიხარ 9 საათამდე კარგად ნადირობს მე უკვე გაჭერს აქაც იგივე არის როგორც კი გადაცდება რაღაც დროის ნიშნულს და ცხელა უკვე თემა აი ნახეთ რა შვება ჩემი ანკესი მე მგონი ის რო არის მივეშველო რა სიტყვით აბა წავიდა მართლთა корпуსი ვა რაღაცა მე მგონი არ უნდა იყოს ცუდი ხო შვენიერი მოდით აქ ჩემო კარგებო ჩემო გემრიელებო თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი ეს ძალიან დაგვეხმარება ზღვაში ვარ ანაკლიაში გოგა მოგიყვანე მარლი ვარ მოიწყინე გოგა არა თო მაგას ვთვლიდაო მოგრეთ ჩემო გოგა მე ვფიქრობ რომ ამით შეიძლება რომ დავასრულოთ ჩვენი გადაცემა ჩვენი თევზაობა ყოველ შემთხვევაში მარლენ როგორც ნადირობაში ასევე თევზაობაში ზომაწონა უნდა ვიცოდეთ ყოველთვის მე მგონი საკმარისზე მეტი არის მე შენს ნამდვილად ტრიფონიასაც ჩვენს მეგობრებსაც ეყოფათ ნამდვილად ხო და ყველაზე კარგი ის იქნება ეხლა თუ ამ თევზს დროულად მივხედავთ მე და შენ მზის გულმა რო არ გააფუჭოს და მცირე კულინარიას შევთავაზებთ ოღონდ ისევ რაღაც განსხვავებული მინდა რამე უნდა მოვიფიქროთ მე და შენ ჩემო მეგობრებო გამოიწერეთ არხი იყავით ჩვენს გვერდში და არ დაგავიწყდეთ რომ ნორმის ფარგლებში თევზაობას და ნადირობას იძლევა არაჩვეულებრივ დადებით ემოციებს ნამდვილად ამ ხიარულ ნოტაზე დავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს და ყველაფერი კარგი უსურვოთ დროებით ზღვაში შეხვედრამდე ისევ პირველად უნდა ატაროს გოგამ კატერი და რა ვიცი რა გამოგვივა არ ვიცი შენ დაჯექი ჯობია ესე იგი მე ამისთან ამ ძღოლი ჯერ არ შემხვედრია რა ესე კომფორტულად ესე მიზან დასახულად აწერტილიდან ბეწერტილამდე მისვლა არ მინახავს რა როგორ უნდა გავჩერდე შენ ერთ თვითონე და ხე ეს ტავრიტკა სასწრაფოდ დასაბინავებელია ჩემო კი თორემ მზემ შეიძლება ვერაფერს ვერ უზავს სანამ ჩვენ კუჭებში მოხდება იქნება მშვიდად და წყნარად და მე არ ვიცი ჩათვალე რომ მოწოდებულია არა ჩავთვალე რომ მეც უნდა მოვიდე რამენაირად ბაჯბაჯმენ ჩემი ბანჯულები ოპა ესე ჩემოს ესე ჩვენი პირველი ზღვაზე თევზაობა აი ამით კი ნამდვილად დასასრულს მივახლოვდა ჩემო მარლენ მაგრამ არ გადაახვიოთ მეგობრებო გელოდებათ კარგი კულინარია ეხლა კი იწყება კულინარია. ანუ ხე შენ რისი თქმა გინდა რომ რა ჩვენ მოვინადირეთ კი არა და მოვითევზავეთ? პრინციპში მონადირებული არის. პრინციპში მონადირებულია. მონადირეებმა მოვინადირეთ თევზი. სხვათა შორის ერთი გადაცემა მაგაზეც რო გავაკეთოთ წყალქვეშა ნადირობაზე. იქნება ბელისიმო. შენ ჩახვალ წყლის ქვეშ მეზევიდან გიყურე. შენ ზემოდან მიხემზღვანელე. კარგი. კი ბატონო. მარჯვნივ გაცურე გოგა, მარცხნივ გაცურე გოგა. რა გვაქვს აქ? ფქვილი. რისი? არ ვიცი. ჭადის. მართლა? აბაშის. საუკეთესო საქართველოში. ხოლმე თახმებით აბაშელები და მეგრელები ზოგადად. გემრიელესია მართლა აქაური. ასევე გვაქვს კიდევ რაც მთავარია, მთავარი ინგრედიენტი თევზი, სტავრიდა, რომელიც უგემრიელესი არის, როგორც უკვე აღვნიშნეთ. წავიდა? კი, მარილი უნდა ბლომათ ალბათ, არა? ესე? ხო, რაღაცნაირად. მარილი სავარაუდოდ ბლომად უნდა, იმიტომ რომ თევზია და ესეთი თემა არის. მოდი ახლა მე ამას კარგად აუღებ. კი ბატონო. არ დააკლო მარილი. არ დავაკრო მარილი, ყოველ შემთხვევაში თუ დააკლდა.
როგორ მინდა ეხა გასინჯო ფული მარილიანია თუ არა? მოდი დამიყარე კიდე 1-2 აი შენ გაზდა გახარებას. აი ესე წარმომიდგენია. სო, ნამეტანი წარმოგიდგენია. მართლა ეს მე მგონი მზად არის. ეხა მე და შენ უნდა ჩავყაროთ მე და შენ კიდე და მე ალბათ ხელი. შენ თვითონვე ჩაყარე, შენ თვითონვე მიხედე ყველაზე სუფთა ხელი. ვაიმე დედა რა დღეში ვარ. როგორ ლამაზად ჩაალაგა. ეხა მე მინდა რომ ეს კარგად გამოიგანგლოს. ხო, რატომაც არა. რაც მეტი ფული ექნება, მით უფრო გემრიელი იქნება და დაბრუნდება. ხო, მაგრამ მე მართლა მომშივდა რა დღეს მთელი ბიჭო, არ ჩაგვიდია. არა, იტყვება ბანანი იყიდა და ჭამა, ბანანი ჭამა. ბანანი ხო ჭამე? აი ეგრე. ეგ აღარ მახსოვდა. ბანანი ჭამა. ესე იგი მაგის ბრალია რომ შეა. მე ეგეც არა. მოდი ხო, ნუ მოკლედ რა. და ძალიან მაინტერესებს ასევე რამდენს გიყვართ ზოგადად შემწვარი თევზი. აი ასეთი პრინციპით მომზადებული. ამ კერძს მოდი ესე დავარქვათ რა. ქვია მზე პრინციპში, უკვე ქვია, უკვე არის პრაქტიკაში ესეთი რამ რესტორნებში ალბათ შეხვედრიათ ხოლმე. ყოველ შემთხვევაში ზღვის პირეთზე ნამდვილად პოპულარული არის. ეხლა სად ვართ? არ უნდა უთხრათ მაყურებელს. კი იციან რომ ანაკლიაში ვითევზავეთ. ოკეი, მაგრამ მე სადა ვართ? მე სადა ვართ და ძალიან კარგი სასტუმრო არის აქვე. დიახ. პრეჩალთან. როგორ არის პრიჩალი ქართულად? პრიჩალთან. რა არის ძალიან ლამაზი სასტუმრო, რაღაცა პალმებთან არის დაკავშირებული. თუ არ ვცდები პალმ ბიჩი. და ამ სასტუმროდან არის ხიდით გადმოსასვლელი კუნძულზე. დიახ. ეს კუნძული ბევრი თქვენთაგანისთვის ცნობილი არის. ქერო კაზანტიპი ტარდებოდა. აქ კეთდებოდა ეგ ამბავი. ეგ ლოკაცია არის ჩემო მარლე. ესე იგი შენ ახლა ისე თქმა გინდა რომ ტაფა მომიმზადე? ხო, ნაწილობრივ მომზადებული არის და პირდაპირ შეიძლება დავიწყოთ დალაგება. ლამაზად. ხო, ლამაზად ისე აი ეხლა მათ გავიჭედეთ მე და შენ. რატო? იმიტომ რომ აი სილამაზე და ესთეტიკა კარგია, მაგრამ მე არასოდეს ეს მზე არ გამიკეთებია. კარგია. მე უნდა მიხემძღვანელო თუ არ მიხემძღვანელებ თუ გააკეთებ? მე გავაკეთებ შენი ხელებით. კარგი, თითო-თითოს ვიღ. არა, მართლა არ ვიცი რა და აი ნახე, ესე იწყებ კუდი იქნება აქ ცენტრში, თავი იქნება გაშვერილი ცენტრის მთლიანად მოედოს ცენტრიდან. ზეთი დავუწყოთ აქედან. პრინციპში დაიფარა. დაფარულია. კარგი. აი ესე ლამაზად დაადებ. კუდი. კი, გვერდზე დაუდებ. ამანახე კიდე. დიო, კარგად გამოსდეს, ხო? ოღონდ მნიშვნელოვანი არის აქ მიმართულება და სიმეტრია იყოს დაცული რა. ხო და აი როგორ და ნახე რა ხდება თავები. ყველა უნდა იყურებოდეს აი ასე რა. ანუ მე რას ვერ ხვდები, იცი რომ აი ეს არა. უკვე შეცდომა. აი ნახე რატო აი აქ არ დაიდება აი ასე. აი ნახე რატო არის შეცდომა, აი ნახე. ქართველი არა ხარ? ყველა უნდა იყურებოდეს აქეთ ხარეს თავები, ეს უკუღმა რო დაალაგე. შეგლეხო შენა. უკაცრავად მე ბოდიში მომითხოვია. ანუ ესე იგი ეს. და უკვე ლამაზი აღარ არის ეგ თევზი. აუ, აჰა. და ტაფაც აღარ არის ლამაზი. აუ, ეხა გცემ. რა ვქნა, კარგი. ბოდიში მოიხადე კუთხეში და ბოდიში მომთხოვია. როცა შეფ-პოვარი მუშაობს. კი ბატონო, მე შენი ასისტენტი. მე დღეს შენი ასისტენტი ვარ, ჩუმად გიყურებ. და რატომ უნდა იყოს თავი ესა? იმიტომ რომ ლამაზი არის. იმიტომ რომ ლამაზი არის. მე და მარლენს სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს სიტყვა ლამაზზე. ჩემთვის მაგალითად ლამაზი იქნებოდა ნაწილი ისე ყოფილიყო, ნაწილი ასე ყოფილიყო, მაგრამ რა ხარ? მაყურებელს აჩვენე ერთი სილამაზი არის თუ არა ეხლა. არა, ლამაზია, ცალსახად ვაღიარებ. გააგრძელე რაღაც კარგად დაიწყე შენ და მეც დაგეხმარები, მაგრამ მეშინია შენ. ჩემო გოგა ეს უკვე მზად არის იმისათვის რომ ცეცხლზე შეუშვათ და მე მჯერა რომ შენ მოგწონს ამის ვიზუალი ისე ძალიან მე ვთვლი რომ მარლენის მზე ამოანათა რატომაც არა მე ხამას დავდებ და მერე დავასხათ ზეთი თუ ბარემ ხო არ მოვასხათ ზეთი და ისე და ვიცით რომ ტაფა უნდა იყოს ცხელი ზეთი უნდა იყოს შესაბამისად ცხელი მე უნდა დაედოს ჩვენ ვაპატიეთ მე შენის ნებართვით კი ბატონო მარლენ ამას თავზე ეხლა უნდა დავახურო? არა, არ უნდა დავაფურო. ანუ დაიბრაწოს, მე უბრალოდ რაღაცა
ტექნოლოგია. მე აი ეგ ძალიან რთულად მესახება სიმართლე გითხრა, მე კი ეჭვი არ მეპარება შენ კულინარიულ დახვეწილობაში. მაგრამ რა ვიცი. ესე იგი შენ გინდა რომ აი ამ ცხელტაფას მე და შენ დავადოთ თავსახური. და ეს ცხელტაფა ამოვატრიალოთ ისე რომ ეს მზე და კომპოზიცია არ დაგვერდო. ძალიან ბევრი რამეტანი ბევრი უნდა. ეხლა აქ მოხდება ძალიან საინტერესო რაღაცა რა. ეს ცოტა რო შეიბრაწება, ხო მე ფქვილის მოვაყრე ამას კიდევ ზევიდან. ეს ფქვილი კიდე დამატებით აპკს შეკრავს ერთმანეთთან რომ მიაწებოვნოს. ყველაფერს ცოდნა უნდა. ხო და მე გამოგვივა ძალიან ადვილად. მშვიდობისა საქართველო. ვიმყოფებით ბათუმში და დღეს გველოდება ძალიან მაგარი ნადირობა ულამაზესი კადრებით. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გველოდება თევზაობა, მაგრამ როგორც მე და შენ აღვნიშნეთ სხვათა დავარქვით ამას მაინც ნადირობა. ეს მაინც ნადირობა არის რა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი შავი ზღვის სანაპიროს ვოიაჟს და დარწმუნებული ვარ, რომ აჭარის სანაპირო არაფრით არ ჩამოუვარდება სამეგრელოსთვის. შევადაროთ. აღდგომა და ხვალეო ნათქვამი. მოვდივართ. თქვენ გესაუბრეთ ხო გოგა შემოგივლე? და როგორ ხარ? ვაა, შემოგივლე. ნოდა როგორ ბრძანდები? ჯერა, როგორ ბრძანდები მამაო? დილა მშვიდობისა. მშვიდობა არ მომიშალოს მართლა. ნოდა როგორ ხარ? კარგად. ჩვენ რა ანკესი არის მამაო? ეს არის სივეი და ბაზიკ 3.17, 2 მეტრი და 40 სანტიმეტრის. სპინინგზე სათევზაოდ როგორც ზღვაში. ისევე დინარეზე იდეალურად მუშაობს. ნუ დამწყები სპინინგისტებისთვის არის იდეალური ჯოხი. რა კარგად ერკვევი მამაო. ბიუჯეტური სხვათა შორის. ეხლა უნდა დაგისვა მაგარი კითხვა, რაც წინა თევზაობიდან აჭარაში რო ვიყავით ზემო აჭარაში და მამაო ახსოვს მაყურებელს ამ ვიდეოდან იქ გავიგე. ულტრალაიტია? ეს არ არის. ვიცი ეხლა, მაგრამ ხომ უნდა ვკითხო. ეს არ არის. ულტრალაიტი უფრო დაბალი ტესტის არის. აჰა. და დაბალი ტესტი ნიშნავს უფრო გრძნობი არის. გრძნობი არის. მაგრამ რა მაინტერესებს, უფრო გრძნობი არის, რატო ვიხმარეთ უფრო დიდ თევზს? ეხლა ჩვენ იქ თევზი დავიჭირეთ, საშუალო იყო 700-800 გრამი. აქ ვიწერთ ჩვენ უფრო აი ხმ მე თქვენ რომ ჩვენი ესე რომ ვთქვათ განშორება მოხდა იქ. ჩვენ გავაგრძელებთ თევზაობა უფრო კილოანების წამოვიდა. ხო, მithumetes. თავარი არის რომ იცოდე ჯოხთან მუშაობა. თუ შეიძლება გატეხო ნებისმიერი სიმძლავრის ჯოხი, თუ არასწორად გამოიყენე და შეიძლება ისეთ დიდი თევზი ამოიყვანო ულტრალაიტით, თუ სწორი გამოყენება იცი და აი ფრიქციონი ქვია აი კოჭაზე მუშავე რაც უშვებს და მოყავს თევზი. მგონი მოვიდა ის დრო რომ დავიჭიროთ თევზი ჩვენი არსობისა. საკმაოდ ღრმა არის, ხო იცი? არა დიდია. 3-4 ცალი მეგონა, მაგრამ სულ 2 ცალი ყოფილა ძმებოდა. ბალუსთან ეთყობა ქარხნული წონი აღმოაჩნდა წნულს. სტავრით გამიწყვიტა.
ერთ ცალ. ხო, ნუ ეგ ქართული წუნი არის ცალსახად. სხვა ახსნას რა კარგია, პატარა ბავშვია თევზაობს. აბა ბავშვი. ხო, კი ბატონო. ვაშე გენაცვალე, ნოდა რა აი, ყარ შემარგო. დაუჭერია. არ მაცადა. მოგეხმარები, გინდა? ეხლა. კი, ჩემიც ურტყამს. დაჟეს. კი, კაცო, გადასარევი ზოგავში. მე მგონი აქაც გაივსება ბიჭო. ერთმა მოინდომა ვედრაში პირდაპირ ჩახტომა, კი ბატონო. აი მე ერთ წელს ორ წელს აი ესე ვიჭერ ხოლმე რა 4-5 წელი წამომყვა ერთი ორჯერ. აჰა. ორი წელი. მოვიდა ოჯახში. ოპა. ვარდაგიხმ. უფრაგი მუზეი ჩოყლაპული. ამას მოგონი ვერ დაგიხმარები წადიხე. კი, კაი ზომები არის თან. მე არის იმისი ალბათობა, რომ გადაიხლართოს რა. რაც არ მინდა რომ მოხდეს. მამო, რა გააკეთე ახლა შენ? ეხლა ჩვენ ვსვლით სამადურს. ხო? კარგად იმუშავა. წვანე ფერმა შერეუშია სტაფილოსებთან. თუმცა ეხლა მინდა ვცადო სხვა ფერებიც. თუ როგორ იმუშავებს, აი ვარდის შერინავს. აი შვიათი ფერია. ხო. მუქი ვარდის ფერი და აი მინდა რომ ვცადო როგორი იქნება, რა შედეგს მოგცემს. იქნება აჯობოს. საიცი რა ხდება, ანუ სატესტო რეჟიმია უფრო ეს ვარდისფერში აი ახლა. მამო, კიდე რა მინდა რომ ვკითხო, რამდენად უწევდი დიდი ხანია თევზაობ, იმიტომ ჩვენი ანკესებიც შენ მოგვიტანე. დიახ. სახში გაქვს ამდენი ანკესი? ანკესებისთვის, სათევზაო ინვენტარისთვის მე პირადად და ალბათ ყველა მადლობას უხდით სათევზაო მაღაზია კავიანს. მაღაზიამ გამოგვატანა. უზრუნველყო ჩვენი სათევზაო ინვენტარი. ისთვისაც მას ვუხდით ძალიან დიდ მადლობას პირადად ჩვენს მეგობარ ბალუს, რომელსაც მინდი აქვია, მაგრამ ესე იცნობს ყველა მეთევზე, მეტსახელით და მეც ესე გამოვიყენებ სიყვარულით, მოვიკითხავ, მადლობა მას ამ დღევანდელი დღისთვის. იმედია კარგი თევზაობა გამოგვივა. მინდა აღვნიშნო, რომ ანაკლის თევზაობასთან შედარებით არის რიგი განსხვავებები. პირველი ის, რომ ანკესი უფრო გრძელია და რაღაც მძიმეა და სხვა ანკესი არის რაღაცისთვის განკუთვნილი, სხვა თევზაობისთვის ალბათ. და მეორე სიღრმეა და ცოტა ესეთი მომენტები გვაქვს. მე ეჭვი მაქვს, რომ დღეს ზღვაში ვიბანავებ ან ნებსით, ან უნებლიეთ. აჰა, გოგას. არ არის ცუდი. ვარდისფერი რაღაც. ბუდიში მამი. არა უშ. ვარდისფერს ვაფშე გადავალე. აქცევა უნდა. მაგრამ არ მიცემთ საშუალებას. რას ვხვდები, იცი მამი, რა მითხარი, რომ რა საჭირო არის ამ ხელა ანკესე, ნახე. პატარა ანკესები რო არის, ხო იცი პატარა თავები რო, რუსები რო ყინულზე თევზაობენ. იმითიც ხო, აი იმითიც ხო დაიჭერ და შუკებს იჭერენ და დიდ თევზებს რა, ანუ 60 კილოიანებს. ესეთები უფრო განკუთვნილია ყინულზე სათევზაო. არა, ეგ თავის თავად, მაგრამ ანუ აი ეს გრძელი ანკესი ხა ჩემთვის, როგორც დამწყებისთვის, პრინციპში მთლად მოსახერხებელია თქო, რომ თქვა ალბათ ტყუილი იქნება რა. ეს არც საინტერესოა ნამდვილად. ჩემთან სხვა თევზი ჯდება ამაზე. მაგაზე სხვა თევზი ჯდება. გოგა, არ უჩერებ ბოლომდე?
მოდი გეტყვი. ნახე რა ლამაზად. კი. თოლია რო გაჯობებს რომ საიდუმაში ხო? ნახე საინტერესო არის, ერთ გვერდი გვაქვს. ჩემთან სხვა თევზი ჯდება ამაზე. მაგაზე სხვა თევზი ჯდება. ვა. 3 ცალი და 4 ცალი, კაცო. გოგა, არ უჩერებ ბოლომდე? არ უჩერებ ბოლომდე გამარკვიერას ნიშნავს? თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ვა, რაღაცა კარგი ვარ, 4, 5, ნოდარ. გამართლა შენ მასწავლებამ, ხო ხედავ? კი, ძმაო. მარლენ შეხედე, მარლენ. კი, ძმაო, გამართლა სწავლებამ რა. ეხა ეს ჩამოვარდნები არ გვინდა, ეხა ძლივს მიწვალია კაც დამიჯერებია ჩემზე გამოცდილისთვის და. ოპა. შენ დაიჭირე და მე მოვუსწრე. ვაი მეთე, ოდიში მამი. უკან ჩაწე. ჯოხი ვეღარ ვწევ. აიცადე. წევ. კი, ჩამოვწე. მე მაგალითად აუხსნი რატომ ჯობია თევზაობა ნადირობას ჩემთვის. საინტერესო იქნება. მე წინასწარ გეტყვი რომ ოპონირებას გაგიწევ. აბა ბრძანე. ესე იგი ნადირს ხედავ და ესვრი განზრახ. თევზი არიცი, არის თუ არა წყალში. ხო. და მაინც აქ იმის იმედად რომ იქნება. კარგი, შემიძლია ესეთი არგუმენტი მოგიყვანო, რომ ნადირი ტყეში არის თუ არა, საერთოდ არის, იმიტომ რომ არის ტყის მასივები, სადაც არ შეგხვდება ტყე და ზღვაში, რომ თევზი არის სულიცი და დარწმუნებული ხარ. ესე ახლა ნადირი ტყეშია მაგით. არა, როგორ გეკადრება, უამრავი მასივები არის, რომ გასულია არ არის ნადირი. ხო, მაგრამ ვერ ვახერხებთ ჩვენ ახლა დამწყებები ვართ. ნოდარ, სად იყავი აქამდე გეთქვა 1-2 სიტყვა. ესწავლებინე ადრე თევზის ჭერა. ოპა ჩაძრა. ვაიმე მეორეც ჩაძრა. აი 2 ცალი გაძრა მამე. არა უშოს. ო აი კარგი ზომა არის. მომეც ვიზომია. მადლობა დიდი. ეს კარგი სეზონი არა, ლუფარია. რომელიც წეღარ გადავიჭირე? დაგვლოცე ჩვენი ნავი, დაგვლოცე ვერა. ერთმა დაგვლოცოთ და დაგაჭერიო. ჩვენ დაგვლოცეთ კაპიტანე. ისე კაპიტანია დავლოცე. ალოცვა სიცილის შეხვედრი არ მოგივალი. ბიჭო, მართლა კარგი ზომებია მამი, ხო იცი შენ? ერთი ხათრი წაყვანილი ეყოლებს. ჩვენ
თევზი აღარ აკყავს. თევზი აღარ აკყავს. მორჩა. ანუ შენამოფრო რა გულზე თევზაობა საჭიროა. მარლენ, ვანახოთ იქეთ ხალხს რა ხდება? ო, იქეთ ხალხო ძალიან საინტერესო რამე გველის. არაფერი განსაკუთრებული. საქმე მდგომარეობს შემდეგში, რომ შეუპირდი მარლენს, რომ თუ შავი ზღვის სანაპიროზე კარგად ვითევზავებდი, რაც პრინციპში შედეგი დადგა, აუცილებლად ვიბანავებდი ზღვაში. მიუხედავად იმისა, რომ მეუბნებიან, რომ ცივია წყალი, როდის იყო მონადირეებს, ვაშინებდა ცივი წყალი, წვიმიანი ამინდი. ბევრს ლაპარაკობ ჩაძველი ჩავდი არ მინდა ვწელავ. აბა, ამ პრედუზო მედუზო ვარსკვლავი, ოპა! ტექნოლოგია. ვაა! კითხეთ ალბათ ცივია. ცივია, ძმაოდე. დათმა წყალში. ბიჭო, არ არის ცივი, ძმა. აი, ვაფშე არ არის ცივი. ვაფშე სიოდა კანკალებს. მალენ ჩამო რა. მადლობა სხვა დროს იყოს. აჰა, თქვენ გაიხარეთ, ახო. წელს პირველად ვარ ზღვაში. აბა, გამოიწერეთ არხი ნადირობა. ინადირეთ და ითევზავეთ ჩვენთან ერთად და ზღვაშიც იბანავეთ ჩვენთან ერთად. არც მდინარეზე გეტყვი თუ არ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.